ისევ საფრანგეთის მაგალითს მოვიყვანთ, ძალიან საინტერესოა, რამდენად ცნობიერია ფრანგულ კულტურაში ეს თუ როგორ არის დამჯდარი ეს რევოლუცია, ასე ვთქვათ, რაც ადამიანის ფსიქიკაში მოხდა და თან ვიცით, რომ ფრანგები ყველაზე რევოლუციური ერია ისტორიულად. ეს შემთხვევითი ვერ იქნება. და საფრანგეთის სიმბოლო არის მარიანა, ქალის სახე, რომელსაც უჭირავს თავისუფლების დროშა. დელაკრუას ნახატზეც ხედავთ მას, რომელიც მიუძღვის ხალხს და პირდაპირ ქვია თავისუფლება მიუძღვის ხალხს. საქართველოს ისტორიიდანაც ვიცით ჩვენ, რომ თამარი მიუძღოდა ხოლმე ჯარს, ფეხში შველა და ეს შთააგონებდა მათ, რომ ებრძოლათ ძალიან მაგრად. ანუ რაღაც ფუნქციონალი ახალი წყობილების დამყარებისა მნიშვნელოვნად იდო ქალში, რომელიც ცდილობდა, რომ ახალ თაობაში ამ აქ და ამჟამად დაჩაგრულ მამაკაცში ეპოვა პოტენციალი გაეღვივებინა ის და ასე ერთობლივად შემდეგ ჩამოემხოთ ტირანი და შეექმნათ ახალი წყობილება. სადღაც აქ შეიქმნა ახალი წყობილება.